მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში გვხვდება და რომლებთანაც სულიერი კავშირი გვაქვს, არიან ერთგვარი მაცნეები, მასწავლებლები. მათ ჩვენთან შეტყობინებები მოაქვთ და თუ ჩვენ ყურადღებით ვიქნებით, ამ შეტყობინებებს მივიღებით. მე ძალიან იყლიანი კაცი ვარ, იმიტომ რომ ამდენი საინტერესო თანამგზავრი მყავს ამ მგზავრობაში და მინდა ჩემი საუბრებით ეს ადამიანები თქვენს გაგაცნოთ. ეს არის ჩემი მეოთხე პოდკასტი. პირველ რიგში მინდა ურმესი მადლობა გადაუხადო მუსიკოს Fab Mass. დიდი მადლობა სანდრო რომ გააკეთე მუსიკა რომელიც ამ პოდკასტის დასაწყისში და ბოლოსში იქნება და ჩვენი დღევანდელი საუბარი არის ჩემ დიდი ხნის მეგობართან ეს არის ირინა პოპიაშვილი. ირინა დღევანდელ დღეს არის თბილისში თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი. და მე ვფიქრობ, რომ მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ირინა, გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად, ძირფასო უტა. თავად მეც კარგად ვარ, გამოკეტილი სახში კიდე მივხვდი იმისა, რომ თბილისი გაიხსნა, ყოველ შემთხვევაში ჩემი ავნიდან ქუჩაში სასწაულსაცობები ჩანს, სანაპიროზე ვცხოვრობ მე მაინც მედგრად ვზივარ სახში. შევიცი რომ არა, მე მთებში ვარ და ხო, და ვასეირნებ ძაღლებს და ეს არის ჩემი აუთინგი დილით გორებზე. ბუნებაში და ახლა ძალიან კაია, მაგრამ მე ძირითადი დრო მაგალითად დღეს მთელი დღე ზუმში ვარ. იმიტომ რომ სხვადასხვა შეხვედრებში და ზე მუშაობ, ხო, უფრო მეც კიდე ვიდრე ისე. იცი რა არის, უფრო მეც არა, მე მაგალითად იმას ვამბობდი, რომ ეს ზუმს აქვს უცნაური ახლა სტუდენტების მაგალითად გამოფენის მიმოხილვა ჰქონდა. და მოწვეული ყავდა სტუმარი და იცი აი სხვა შემთხვევაში როდესაც რეალურ დროში აკეთებ ამ მიმოხილვას ხო კი არის დამღლელი რა თქმა უნდა დამღლელი და მაგრამ იცი რა ფიზიკურად რომ მოძრაობ თან ვიღაცას რო ელაპარაკებ სხვა თორაფერი მზერის გადატანა შეგიძლია სხვაზე სხვა რაღაცას და არ არის ესეთი ინტენსივები და აი ზუმში იცი რა არის ეს სასწაული მივხვდი რომ აი არავითარი სივრცე არ აქვს აი ფრონტალური ხარ ასე მგონია რომ ეგ რელიეფებად ვიქცეთ ყველა არ მართლა ესე არის ანუ სხვა ისა პერსპექტივა და სივრცე არ აქვს რა ერთ აი რაღაც ბრტყელები ვართ ყველა და ურთიერთობაც ხო ვიღაცას რო ელაპარაკებ მივხვდი რომ აი მაგი ეგ ძალიან მიშლის მე აჩვენს მეც ვიღლები ხოლმე ძალიან რო მოგატყუა ზუმით რამდენჯერაც ხა ბევრჯერ არ მილაპარაკია ესე ძალიან ანუ მithumetes რაღაც საქმესთან დაკავშირებით მაგრამ რამდენჯერმე მეც მომიწია და მთელი ენერგია წაიღო და ალბათ ზუსტად მაგის გამო რომ ჯერ ესეთი ენერგიის გასვლას ვერ გზნობ ბოლომდე ვერ ხვდები ვისაც ელაპარაკები ზუსტად ან ვიცი როგორ ეს ხო კითხულობ მაინც რაღაცას ადამიანთან როცა ელაპარაკები რაღაცა გაცვლა ხო გაქვს ენერგიის გასვლა გაქვს ყველავარი ესე არაფერი არ გაქვს მარტო მიაქვს და არაფერი არ მოდის უკან და ხო, ну, მოკლედ ცოტა ვამპირული ის არის. თუმცა ახლა უნდა გითხრა, რომ აი სტუდენტებს რაღაც ნამუშევრებს უყურებდი და სადღაც ერთი მხრივ შეხედე ამას ესე, რომ ახლა აქედან როცა რაღაც ვიღაც გამოფენას ათვალიერებ ონლაინ უყურებ ყველაფერს, ხო? და ამიტომ მგონი ისეთი ის არის რა, ну, მოსაფიქრებელი და დასაფიქრებელია, რომ შეიძლება ამასაც თავისი ისინი აქვს რაღაც პლუსები გესმის, იმიტომ რომ უნდა მოიფიქრო აი პრეზენტაციას როგორ აკეთებ ციფრულად, ანუ როგორ გხედავს ვებზე ძალიან ბევრი რაღაც. მე ვამბობ ამ შემთხვევაში ნამუშევარზე და ხო რაღაც პრეზენტაციის ფორმაზე. ნუ გამოდის site specific ნამუშევრები, ადგილისთვის სპეციფიური, ანუ ვებსაიტისთვის სპეციფიური. მაგრამ ცოტა ესეთი ღია რაღაცნაირი სივრცე არის ეგა. ახალი როგორ არის ახლა არაფერთან არის ახალი, მაგრამ ნუ ესეთი ინტენსივობით არასდროს არ უხმარია ეს ხასაც რა უამრავი რაღაცა. არა, ახალი არ არის. ჩემი აზრით ეს უბრალოდ ის არის, რომ ეხლა ერთადერთი ფორმატ არჩე ეს. ხო, სხვა გზა არა გვაქვს. ხო, ნამდვილად. ეხლა უყურებ რაღაცა ბევრი ესენი რა ქვია, არტბაზრობებიც იმართება ონლაინ. სხვათა შორის შეიძლება რაღაცა ფინანსურად ვიღაცებთვის უკეთესი იყოს, იმიტომ რომ როგორც ხვდები, თვითონ ბაზრობები ბევრად უფრო ნაკლებ ფულს ართმევენ გალერეებს და ნუ ნამუშევრებიც იყიდება სავით. ნუ ისე ინტენსივობით ალბათ არა.
ой, მოიცადე ახლა. ნუ მაგალითად იცი რა არის, ახლა ერთი რაღაცა რაც შეიცვალა, ახლა არ ვიცი, freezes viewing room-ები თუ დაათვალიერე, ახლა ხო კი, დავთვალიერე. ნუ ერთი რაც შეიცვალა, რომ როდესაც დადიხარ რეალურად არტ-ბაზრობაზე, დაათვალიერებ, იქ ფასი არაფერს არ აწერია. ამ შემთხვევაში გალერეების დიდ ნაწილს უწერია ფასი და აწერია კიდევ რა არის გაყიდული. ამიტომ პრინციპში უფრო ესეთი გახდა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ვიხოთ გამჭვირვალე, ხო? იმიტომ რომ ხო რომელი ნამუშევარი ყო, ვიღაცა ხო იცი, ხა კარგი და ისეთ პრესტიჟულ არტ-ბაზრობაზე, არც ბაზელში, არც ფრიზე არავინ წითელ წერტილებს არ წერტილს არ ასვამს. ხო რომ გაყიდულია ეს, ამიტომ სხვანაირად ისე ვერ ხედავ. და ნუ ხო ბევრი წუწუნებდა იმაზე, რომ მაგალითად არტ ბაზელ ჰონკონგი ხო პირველი ფერი იყო, არტ ბაზრობა იყო, რომელმაც გადაინაცვლა ციფრულში ვირტუალურში. და ძალიან ბევრმა დაინახა, რომ ძალიან ბევრი რაღაცა არ გაიყიდა. და ბევრი ისეთი blue chip გალერეები, ანუ ძალიან ისეთი კარგად ხო წარმატებული და რაღაც ვიღაცები ძალიან ბევრნოლებიან ნამუშევრებს ყიდიან. ისინი წუწუნებდნენ, რომ ეს ამან არ ჩაიარა კარგად ცოტა. ხო, შესაბამისად იცი რომ ბაზელმაც ახლა ივნისში უნდა ყოფილიყო გადაინაცვლა სექტემბერში, მაგრამ მოკლედ მე მინდა რომ რაღაცა რა ხომ ლაპარაკობთ, შენთან ლაპარაკობთ, მეხალისება და ყოველთვის არის ხოლმე ფან. ჩემ პირველი პოდკასტი ხარ, რომელსაც დავსახელე. ყოველთვის ხალისობ და ამიტომ მინდა რომ თუ ვიღაცა მოგვისმენს, იხალისოს და მიხვდეს რატომ ეხალისება შენთან ლაპარაკი. ძალიან კარგი, მიხარია რომ იმედი მაქვს რომ სახალისო გამოვა ვიღაცისთვის მართლა. რა ეს პოდკასტები იცი რატო არის ჩემთვის საინტერესო ფორმატი? ანუ მე თუ მუსმენ ხოლმე სულ ყოველთვის, ხო, ვიღაცა მე საშინელი პოდკასტისტი ვარ, მაგრამ უფრო ალბათ ლაივებზე ვაპარაკობდი. ხო, აი ლაივში ვიცი რა არის განსხვავება ჩემთვის აი ეს ვიზუალური მხარე რო არის გათიშვილი. მე მაგალითად ბევრად უფრო მიადვილდება ურთიერთობა, იმიტომ რომ რაღაცნაირ კომფორტს მიქნის გონია რომ უფრო მარტივად შემიძლია, ვილაპარაკოს რაღაცებზე, რასაც სახერო არ ჩანს ჩემი. არ ვიცი, რაღაცა აქვს ამას თავისი სპეციფიური სასიამოვნო და ალბათ მეც რო ვსმენ ხოლმე პოდკასტებს, ხო, ბევრს ვსმენ სხვადასხვანაირს. უფრო ბევრ რაღაცებზე საუბრობენ ადამიანები, ვიდრე თქვათ სახეზე ინტერვიუებში, ხო? ანუ ინტერვიუებში უფრო რაღაც დაალაგებულია, რაღაც პოზა უჭირავთ ასე თუ ისე, მაინც თუ ფიქრობენ რა უნდა თქვან და აქ უფრო რაღაცა რბილად და მარტივად მიდის ყველაფერი და მე მგონი საინტერესო, მე ფიქრობ იცი ვის აქვს ყველაზე კარგი პოდკასტი, ესეთი, აი ეს მოსასმენარ ინტერვიუს ფორმის, ალეკ ბოლდუინს. აქ NPR-ზე, ალეკ ბოლდუინს ძალიან საინტერესო არ მოელვილი, რომ უცბად ისეთ და ძალიან საინტერესო კარგი ხალხი ყავს ხოლმე მოწვეული, ძალიან საინტერესო ყოველთვის მე უსმენ ყოველ შემთხვევაში. კიდე რა პოდკასტებს მე უსმენ, ახლა მაგალითად ვთქვენ დანკინ ტრასელ ქვია ამ კაცს, რომელზე ლაპარაკობ უკვე რამდენი ხანია, ბოლოს 1-2 კვირა არის და იცი რა კიდე მაგას ვაბეთ სულ ფიქრობ რომ საქართველოში აი გეტყვი და მოდი აი ამაზე ვისაუბროთ, საინტერესო თემაა, მე ვფიქრობ ძალიან. აი ახლა რასაც ლაპარაკობ, აი თქვა ჩემი მე რას მინდა პოდკასტები, რომ გავაკეთოთ ადამიანებთან ვილაპარაკო, საუბარი, აი პოდკასტი არ ვიცი ქართულად არის საუბარი ალბათ. მაქსიმალურად მინდა იყოს გულახდილი, ასე თუ ისე, ხო? აი იცი რას ვამბობ, აი უფრო შინაგანი სამყაროს გამომზეურება, ასე ვთქვათ, ხო? რასაც ძალიან იშვიათად ხედავთ გარშემო, იმიტომ რომ ყველა რაღაცა დაცულია ყოველთვის რა. და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ეგეთი რაღაცა რომ მოხდეს ჩვენთან, იმიტომ რომ რაღაცა ტაბუ ადევს ამას თავისებური, არ ვიცი როგორ გითხრა, იმიტომ რომ ყველა თავს ინახავს მაქსიმალურად, რომ არ გამოამშყონოს თქვა ეს აი როგორიც არის თავისი ნატურალური სახე, ხო? აი რაღაცა ეგეც ლაპარაკობ, რას ფიქრობ შენ ამაზე, მითხარი. ძალიან საინტერესო რაღაცაა, იმიტომ რომ ესეთი ქალი არის, არ ვიცი ამის წინ არის ეს ქალი სახელად რენე ბრაუნი, რომელსაც ჰქონდა TED Talk-ი რამდენიმე წლის წინ, მე მგონი 2010 წელს, 10 წლის წინ და ეს TED Talk-ი იყო ზუსტად ილაპარაკა იმაზე, როგორი vulnerable, ანუ მოწყვლადი, ანუ როგორ აი თავის ემოციებზე რო რისი ეშინი ასე შემდეგ და იფიქრა რომ ეს არის. რო გამროდა ამთავრა მაგ ქალთან ინტერვიუ მოსმენილი,
ნუ ვფიქრე რომ ეს ყველაზე ცუდი რაღაცა რაც გააკეთა და ნუ რაღაც ძალიან განიცადა რა მოკლედ რომ ესე უცბად გაიხსნა და ეს ამ ქალის პოდკასტი ხო დღეს არის გაუსწრო პოპულარობით New York Times-ის Daily-ს რა თქმა უნდა რომელიც ის ყველაზე მეტი იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იმებს ინტერვიუებს აკეთებს და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოსაუბრეა იმიტომ რომ პრინციპში მართალი ხარ შენ იმიტომ რომ ესეთი ანუ ესე რო იყო გამოაჩინო შენი ნაკლები, შენი შიშები ყოველთვის ეს არის, ხო? ვცდილობ რომ რაღაცა სხვანაირი ფასადი გქონდეს უბრალოდ და ამისთან რაღაცა სადღაც არ არის. რო მაგალითად, დაცული მე გეტყვი ყველაზე მეტად მეშინია რაღაც ვთქვათ რომ საზოგადოებაში ვიტირებ მაგალითად. ეხლა არ უნდა გეშინოს რა მოხდა მერე. ხო, არც არაფერი. ხო, მაგრამ მაგალითად მე კონფრონტაციის დროს მე ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ თავს ვერ ვიკავებ და რაღაც მიუხედავად ის იმას არ ნიშნავს რომ რამენაირად რაღაცას რამეს ურთმობ, მაგრამ ნუ ძალიან ემოციური ხდები და ვტირი ვარ. მე მინახი ხარ შენ რომ ერთხელ ვიყავი ხარ, ოღონდ ჩემთვის ეგ არ ვიცი როგორ იცი, ერთხელ ვიყავთ ჩუბიკას გამოფენაზე. ატარიაში იყო მგონი ჩtildeების გამოფენა ქონდა და დაგიჭირა როგორ ტიროდი და თქვი რომ როცა ლამაზ რაღაცებს ალამაზებს ხედავ რაღაცებს ხედავ საერთოდ ძალიან მატირებს. კია, ჩემ ეხლა ციცი როცა კარგ ნამუშევარს ნახულობ, როცა რაღაც ვიღაცინებ ძალიან ეხლა მაგალითად ჩემი ერთ-ერთი სტუდენტის ის იყო. იმიტომ მე ძალიან ვაფასებ და ჩემს ემოციური იმას იწვევს ვიღაცა როცა ესე იხსნება და რაღაც თუთ ერთ-ერთი ჩემი სტუდენტის სადიპლომო ნამუშევრის სათაური არის მე არასდროს არ მინახავს მამა ჩემის ცრემლები. ნუ თვითონ ამ სათაურზეც ხო როგორ გითხრა რომ ვამბობ ის ჩემთვის და რომ წავიკითხე არის თვითონ ეს ამის ახლა მუშაობს ამაზე ჩემთვის ძალიან ისეთი ძალიან ემოციურია და იყო ესეთი ემოციური და თან გააკეთო ძლიერი ნამუშევარი ხო და არა ესეთი რაღაც ეს ემოციურობაზე ცოტა ისა გვაქვს საზოგადოების მხრიდანაც თან თვითონ ქალმა არ უნდა იტიროს და ეს ბიჭის ნამუშევარია რა მოგარია აი ეს ირა ხო აი უცნაური არის ეს მართლა და აი თან პარადოქსულია ცოტათი ხო ყველანი ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დაცულები იყოს სინამდვილეში ეგ როს თქვი ქალის სახელი ვერ დამახსოვრე ბოდიში ანუ როდესაც სინამდვილეში რაც უფრო ნამდვილი ხარ მით უფრო როგორ გეტანება ყველა სინამდვილეში ეგრე არის ანუ ესეც პარადოქსია მიხედავთ იმისა რომ მუდმივი სისტემის პრესი გვაქვს რომ მოვექცეთ ამ რაღაცა დაუწერელ კანონებში რომელიც აქ გარშემო მით უმეტეს ჩვენთან კიდე უფრო რაღაცა გააცმაგებული არის უცნაურად ეს კიდე პარადოქსია არის ცალკე მაგრამ სინამდვილეში ეხა აი თქვათ რაც თქვი ამ ბიჭის ნამუშევარზე სახელი უკვე იმდენად ჩემთვის მიმზიდველია მარტო იმის გამო რომ შეძლო რომ თქვა არ იფიქროს ვინ ხდება რასაც ეს უკვე ძალიან დიდი წიგნად გვინდა ბიჭი გიორგი ვარდიაშვილი ძალიან მაგარი ბიჭია გიორგი ვარდიაშვილი ვიცნობ და ძალიან მაგარი ბიჭია ნამდვილად აი როგორ ფიქრობ რა დატვირთვა აქ პოეტურობას დღევანდელ დღეს სამყაროს დღევანდელ დღეში აი რაში გამოიხატება პოეტური იმიტომ რომ პირდაპირ კონტაქტი გაქვს ყოველდღიურად ხელოვან ადამიანებთან რომლებიც ერთგვარად თავის პოეზიას რაღაცნაირად გამოთქვამენ, ხო? ხო, მაგრამ ყველა სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. ნუ იცი რა არის, ძალიან ცნაურია, ხანდახან შეიძლება რაღაცა იყოს, საერთოდ განხორციელებულიც არ იყოს, ხო? და აი ვიღაცა მითხრას, მე მახსოვს ერთხელ ერთმა ხელოვანმა, ბელგიელმა გამერიყა ნიუ-იორკში და მითხრა, რომ მეო იდეა მაქვს ნამუშევრის გაკეთების, რომ მინდა ძალიან დიდი ქვა იყოსო გალერეაში დავდოთ ძალიან დიდიო ნუ ისეთი სპეციალური მოტანა უნდაო და დაფრენავდეს და ერთი ყვითელი ჩიტი უნდა იყოს გალერეაში. აი დღემდე რომ მახსენდება ეს, აი თვითონ რომ წარმოვიდგენ, იმას არც გაუკეთებია ეს. მაგრამ ხო ალბათ შენ ვამბობ ახლა შენ ვთქვი პოეტურობა, ჩემთვის ახლა ხელოვანის მე იდეის მოყოლის ხრივ ეს იყო ნუ აი მართლა გადავირი ამას. თუმცა არ გაუკეთებია. ნუ პრინციპში სადღაც ლექსივით დარჩა, ხო, სათაურებით შეიძლება იყოს. ესეც თვითონ რას თქვი უკვე ლექსივით არის, ანუ არც რომს არ გააკეთო დიდი არაფერი ჭირდება, ისეთი ძლიერი იმიჯია პირდაპირ სიტყვებიდან გამომდინარე. ნუ რა ვიცი, ალბათ იცი რა არის ესეთი რაღაცაა, რომ ყველა თავისთავად იცი რა არის რაც ხდის თქვათ ადამიანურს და განსაკუთრებულს ეგ მე ყოველთვის ყველა ხელოვანს ვეუბნები ხო არის ის რაც ნამდვილად შენ ხარ და არა ის რასაც
ხო რაღაც ფორმულა არსებობს, რომ უნდა იყო თქვათ წარმატებული დაამთავრო ეს და ეს, მერე თქვათ გამოიფინო აქ და აქ, მერე მოხვდე რაღაც ესეთ გალერეაში, მერე მოხვდე ვენეციის ბიენალეზე, მერე მოხვდე ვიტნი ბიენალეზე. ნუ ხო, აი ეს რაღაცა საფეხურებია, ხო, ჩამოწერილი. თუმცა არ ვიცი, ხო, დღეს ვამბობდი, რომ მიშელ ოდერს, რომელიც იელში ასწავლის და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვიდეო არტისტია, სკოლაც არ დაუმთავრებია. ხო? ანუ არსებობს ისინი, თქვათ, გამონაკლისი ხელოვანები და ვინც მაგრები არიან, თქვათ, დღევანდელ დღეს ვამბობ, ხო, რაღაცა, რომელსაც აუცილებელი არ არის. ამიტომ ყოველთვის რაღაც საჭიროა, ხო, წარმატებაც კიდევ ერთი რაღაცა ეს წარმატებული იქნება სიცოცხლის განმავლობაში თუ წარმატებული გახდება და ცნობილი მის მერე, ხო? თუმცა არ ვიცი, ხა მე როცა უყურებ და როდესაც თქვათ, ახლა დღეს სტუდენტებთან და ახალგაზრდა ხელოვანებთან მუშაობ, მე მინდა რომ თქვათ ეს ვასწავლო, რომ იცოდნენ და არ იყოს და არჩევანი მე თვითონ გააკეთონ, ანუ იმისთვის რა გზა უნდა გაიარონ, ან რა არის ის ფორმულა, რაც მოეთხოვება იმას ვიღაცას, რომ იყოს თქვათ წარმატებული ხელოვანი, ხო? და ჩემი აზრით მე სათითაოდ ყველა თვითონ უნდა გააკეთოს ის არჩევანი, ამ გზას გაყვება და თქვათ გააკეთებს აი იმ თქვათ სახელოვნებო სამყაროში აღიარებული მოთხოვნების მიხედვით ის ბჭყალებში ხმარობა მოთხოვნებს თუ წავა თავისი გზით და მაინც ძალიან მაგარი იქნება, ხო? ეხლა და მეგონი რაღაც ისეთია რა, ეხლა რაღაც ანუ ძალიან ისე შეიძლება არა მჭერმეტყველურად, მაგრამ ამბობ იმას, რომ ესე გარკვეული უნივერსალური ფორმულა არ არის. თუმცა თქვათ ეხლა ამდენი წელიწადი ნიუ-იორკში შენც და მეც რო ვიყავით, იცი რომ როგორც არის, ხო, ვიღაცა სპეციალურად მე მახსოვს ერთ-ერთ ხელოვნებას ვისაც ვაჩვენებდი, თქვათ იქნებოდა ეს მუზეუმის კურატორი თუ კოლექციონერი, კითხულობდნენ, რომ თქვათ რომელი სკოლა აქვს დამთავრებული. თუ ეუბნებოდი, რომ იყო თქვათ იელის ან კოლუმბიის არტ სკოლიდან, უკვე სხვანაირად აქცევდნენ ყურადღებას, ხო? ან ვისი მოსწავლე იყო, ან ვისთან მუშაობდა, ხო? ერთ-ერთი ჩემი ხელოვანი, ჩემი არტისტი, მაგალითად, მე ბრაის მარდენის ასისტენტი. მართალია, კიდე ცირა წარმატება თვითონ სიტყვა იმდენად მეცი რაც რა ასაკში შევდივარ მით უფრო ხვდები რამდენად ფართო გაგება წარმატება. წარმატება ჩვენთვის ახლა აი ცოტა სხვაგან წავიყვან საუბარს. წარმატება ჩვენთვის ხო იყო თქვათ რაღაცა დაწერილი გეგმა, როცა იმას აკეთებ, ამას აკეთებ, რა ჩამოთვალეს თქვენ შენ ხო? აი რა სკოლაში წახვედი ეს გააკეთე, ეს გამოფინეს ეს გააკეთე. ანუ ყველასთვის ამას უნდა, ანუ კვილის ექიმდა დაწყებული, აი სულ ადამიანისთვის წარმატება რაღაცა სპეციფიკური გეგმა, როცა აღწევ იმას, რომ თქვა ეს. ნუ საზოგადოება ითხოვს ამას, ხო? საზოგადოება რაღაცა მას სისტემაში ვიყურებთ, ამ საზოგადოებაში ითვლება ეს წარმატებულად. აი კი ბატონო, ხო ეს რა საზოგადოებაში ითვლება წარმატებულად, თქვა ბევრი ფული და კაი მანქანა. ხვდები რა სულ რაღაცა ესეთი. და ნუ და სიდამდვილეში რაც უფრო ასე წარმატებას ეხლა ნელა-ნელა ფორმა ეცვლება ჩემთვის. ეს ზოგჯერ ჩემთვის წარმატება რომ დილით ავდექი ლოგინით არ მაგალითად. ან წარმატება არის ის ჩემთვის რომ შევძელი რომ თქვათ აი ყველაზე ჩემ რაღაცა ბნელ ადგილას ჩამეხედა, ხო? და თვალი გამესწორებინა რაღაცისთვის. ეს ძალიან რაღაცა ფართო იცვლება ნამდვილად რა ფორმა. ანუ მე მაგალითად ესე, მაგრამ რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო აი წნეხი ეს გარშემოთვის წნეხი ნელ-ნელა ქრება რაღაცნაირად, იცი? უფრო ჩემი აზრით ნელ-ნელა ისე რომ შენ ბევრ რაღაც მე მაგალითად მახსოვს, არ ვიცი, გახსოვს მერსერზე რო ცხოვრობდი და იქ ერთი სადა? მერსერზე ხო, კი, ხო, აბა. ხო, და იქ ერთი ქალი იყო, ის ეკუთვნოდა რა ეს სახლი, ნენსი მილერი და იყო ძალიან აი ბევრ რაღაცაზე, ხო იცი რა, იყო ძალიან ესეთი relaxed, ხო, ძალიან შვიდად და უდურტვინველად შეეძლო ბევრი რაღაცის მიღება რა, და რაც აღმაშფოთებელი იყო და სულ მიკვირდა, ნუ ის იყო 80 და რაღაცა წლის იყო და სულ მიკვირდა და სულ ჩემთვის რაღაცნაირად თქვით ვაკვირდებოდა. მე მივხვდი, აი რასაც შენ ახლა ამბობ, არ ვიცი ხა მედიტაციას თუ აკეთებ და ყველა ხო ჩვენ თავზე მუშაობთ, ხო? ერთ-ერთი ფორმა არის, რომ რაღაცები მიიღო, ნუ მაგალითად მედიტაციის ეს აუდიო დარმა არის მე სადაც აკეთებ ხოლმე რა მივიდევ ამ იმას გილ ფრონსტალი და მაგას ხოდა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ შენი თავი მიიღო ეს მთელი ვარჯიშია როგორიც ხარ და არ მოთხოვ რაღაცები ის ადამიანები რომელიც ამას აღწევენ რომ ანუ შენ თავთან ასე ვთქვათ რაღაცა ზავი
ხო, და შვიდობა რო დაამყარებ, ხო. დაამყარო. რაღაცები არ მოთხოვო შენ თავს. შესაბამისად იმ ადამიანებს, ვინც შენ გარშემო მიიღო ისე როგორც არიან, ხო? თავისთავად ესეც ძალიან ეს არის. ესეც წარმატებაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრი ვერ ახდენს, იმიტომ მე ფიქრობ, რომ ეს ყარი ყველაზე დიდი წარმატება სინოდიაში, მაგაზე დიდი წარმატება, იმიტომ რომ მე კიდე იცი რა არის ყველაფერი, აი ეს მატრიცა, ხო, აი რა სულ მაგას ვამბობ ხოლმე, ეს ეს გარემოცვის მატრიცა, თუ გინდა თქვა, რომ აი წარმატებული იყო მამა თუ იმ დარგში, მოყვება მარტო მე ფიქრობ, რომ მაგას მოყვება უფრო. ან თუ არ მოყვება, მე მგონი არის დამანგრეველი. გესმის რას ვამბობ, აი როდესაც შენ განაგებ შენ ბედს, ასე ვთქვათ, გულისხმობ იმას, რომ და არა შენი ბედი განაგებ შენ. ანუ ვთქვათ, იმიტომ კი არა, რომ სადღაც სწორ ადგილას იყავი, სწორ ადგილას და ამიტომ ხარ წარმატებული. არა, იმიტომ კი არა, უბრალოდ რომ მიიღე ეს წარმატება, რაც უნდა იყოს სინამდვილეში. აი იღებ, ბოლომდე აღებ, კარს ამბობ, აი კარგი, ეს მე ვარ, ეხა ეს არის ჩემი it's my bitch, ასე ვთქვათ. მე მგონი აი მიდგომა, მე ფიქრობ, რომ აი წარმატებული ადამიანი არის, როცა თავის თავთან არის ბოლომდე, იღებს თავისას როგორიც არის და იღებს იმ წარმატებას, რომელიც მოდის უფრო ცნობიერად, იცი? ანუ აი საზოგადოებრივი წარმატებაც და ისიც, რომ შენ თავთან სიმშვიდე გაქვს. მე მგონი ეს რაღაცა ყოველთვის მაგას ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ ბევრი ძალიან წარმატებული ადამიანი მინახავს, რომელსაც ძალიან დიდი შფოთვები აქვს და სულ არიან არ არიან ასე ვთქვათ. აი მაგას ვამბობ, აი ეს წარმატება შეიძლება იყოს დამანგრეველი, იმიტომ რომ მეც მინახე ბევრი ადამიანი, რომელიც უბრალოდ რაღაც ადგილას იყო, თქვათ არ იყო მზად აი მის ყველაფერთვის რაც მოვიდა და მე ვფიქრობ, რომ დამანგრეველი ძალა არის ეგ უფრო ვიდრე რამე სხვა. გესმის რას ვამბობ, იმიტომ რომ ეს არამთლიანობის გზნობაზე უარესი არაფერი არ არის დედამიწაზე, როცა გზნობ, რომ ხრელი გაქვს შიგნით და ამოავსო რაღაცით მე ვფიქრობ რა და აი ეს სიცარიელე მარტო ივსება აი ხა რაც თქვი ზუსტად იმით რომ მედიტაცია გააკეთო თქვა იმაზე ან რომელიმე პრაქტიკა სულ ერთი რა ვიცი რაც ქვია მაგას როცა რომ მიიღო შენი თავი ისეთი როგორიც ხარ და არაწვალო შენი თავი მუდმივად რომელიც უძნელესი რაღაცა ყველაზე ძნელი რაღაცა რაც უნდა გააკეთო ჩვენ ისეთ დასახიჩრებულები ვართ გაზრდილები ყველა ადამიანი დედამიწაზე მარტო ჩვენ საქართველოზე არ მაქვს ლაპარაკი ახლა ხო ყოველთვის რაღაც პატარაებიდან ძალიან ცოტა ახერხებს ამას და პრინციპში ძალიან ცოტა მიცის ხო მაგას ვერ ვიტყვი რომ რაღაც ვცდილობ რომ ვიღაცას იქნება შენი მშობელი დედა ვინც არის რომ იმას ის გაახაროთ იმას ყოველთვის რაღაცა უნდა შენგან ხო უნდა რომ იყო თქვა გამოხვიდე ექიმიანი იყო ხო რაღაცა პატარავი ხო კარგი ნიშანი მიო კარგად მოიქცე და ასე შემდეგ ან ძალიან ცოტა ვიცი ვინც თქო რაღაცა თავის ანუ განებებს თავს და იყოს თავის შვილი ისეთი როგორიც არის ესეთი მე მგონი ძალიან ცოტა ვიცი კი ნამდვილად ნუ ეს მარტო აი დედაშენს რა უნდა და შენგან თუნდე მაგას დედაჩემს უნდა ჩემ გარ მხატვარ ყოფილი აკა დედაჩემი იყო ძალიან მცლაური არსება იყო თვითონ იყო ძალიან როგორ თქვა დედაჩემს ჰქონდა რაღაცა ძალიან დიდი სტრესი გადატანილი ახალგაზრდობაში და ამის გამო იყო ძალიან მომტევებელი და ადვილად იღებდა ყველაფერს ძალიან და იყო ძალიან ლიბერალური ადამიანი ძალიან მამაჩემს ესეთი კაცია და ადვილად იღებდა ყველაფერს და შესაბამისად ჩვენ გამოხვედი ესეთი ვუგი და მიმტევებელი ადამიანი მე გამოვიდი ეგეც მართლა ანუ რაღაცა ძალიან დიდი ხო მე მაგალითად მინახე რომ შენ როცა მუშაობ ძალიან სტრესულ სიტუაციაში სახალი აღმაშენებელზე სახალი თბილისის გავაკეთეთ შენ პრინციპში მე ბევრი მინახავს დიდი გამოფენას რო აკეთებენ და ბევრი ძალიან დასტრესილია და შენ ეს თქო სიმსუბუქე და თუნდაც არ გაბრაზებულ ხარ ეს ყველა ეს ადამიანი ანუ ძალიან კარგად ახერხებ აი ამას ყველაფერი დიდი სტრესის ქვეშ ესე როგორ გითხრა დასტრესვის ყველა შენს გარშემო არ ქმნი აი მაურას დასტრესვის რა ამას იცი ორი მხარე აქვს ერთი ეს რასაც იცი ეს ნამდვილად ეჩერს და მეორე ის არის რომ ყველაფერს საჩუქრად რო ვიღებ რომელიც ზოგჯერ ცუდია ხოლმე რო არ მოგატყუო ეგეც არის მეორე ნაწილი ანუ ეგ კიდე ყველაფერს საჩუქრად აი რაც მოდის ჩემსკენ ხოლმე ფიქრობ რომ ყველაფერი არის საჩუქარი ზოგჯერ და ამიტომ ყველაფერი მიხარია ხო ხტები რას ვამბობ და ამიტომ ნაკლებად ვისტრესები ხოლმე რაღაც გარკვეულდომდე ეგეც არის რაღაცა ნაწილი რომელიც ზოგჯერ თლად კარგი არ არის, იმიტომ რომ მე უკვე დისციპლინაზე მეყავს მიწევს ჩემი თავის გადაყვანა რომ თქვა ვისწავლო უარის თქმა. უარის თქმის სწავლა. აი მაგაზე ვილაპარაკოთ, ძალიან საინტერესოა. როგორ უნდა ისწავლოს ადამიანმა რომ
იცი რა არის, აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ნუ ჩემნაირი ადამიანის ყოველ შემთხვევაში ვიღაცები იბადებიან პირდაპირ ამით, რომ ძალიან მარტივად შეუულიათ, რომ არ გაებან ამ ორონტრიაში თქვა რაღაცა რომ მოდი შენკე რომელიც იცი რომ არ არის კარგი, არ მოგიტაც არაფერს კარგს, მაგრამ მაინც იმის გამო რომ თქვა და შენი აზრით რატო ამბობ ხოლმე? შატო გიჭირს შენ უარის თქმა? სულ გონია რომ უარის თქმა იმიტომ მიჭირს რომ რაც შეიძლება მეც უნდა მოვეპატინო, რომ ბევრი რაღაცა კონდეს გასაკეთებელი. იმიტომ რომ ეს იცი ეს მოდის ყველაფერი თავისთავისთან დაურწმუნებლობისგან, რა თქმა უნდა. და ანუ ბოლომდე რომ ჩავწრო ეგ არის, თქვა აი მოდის რაღაც ოჯახიდან მოდის ბევრი პატარ-პატარა ნიუანსები არის, რომელიც რის გამოც ვფიქრობ, რომ თქვა რაც გადმოვიგდებს მართი, ყველაფერზე უნდა ვიყო ძალიან ბედნიერი. რომელიც არის ცუდი მიდგომა, ვიცი ეგეც ზუსტად ეხლა იცი რა, კი, ნამდვილად. მე მგონი სხვა რაღაცა, შენ ამ შემთხვევაში რაზე საუბრობ, თქვა. მე მგონი ეს შენ თქვა შესაძლებლობების და საზღვრების ანუ აღქმის უნარი უნდა გქონდეს. ეგ არის კაი მხარე, ხო, ეგ არის კაი მხარე, ხო, შესაძლოა. იცი რომ თქვა რაღაცას ვერ გაწოდები, ეგ არის და ამაზე უარის თქმა, მართლა მნიშვნელოვანია. ხო, რომ იცოდე შენი საზღვრები რაღაც. მე მაგალითად პირადად ასეთი რაღაცა მასწავლა, თქვა იოგამ. იმიტომ რომ იქ რაღაცას რო ვერ აკეთებ და უყურებ გვერდზე ვიღაცა აკეთებს და ეგო ერთვება, ხო და გინდა რომ გააკეთო. ნუ დიდი ხანი რომ ვარჯიშობ, იცი უკვე რომ იცი რა, ის ვერ აკეთებ, შენი გზა უნდა იპოვო იმის გაკეთების. და ამიტომ თქვა ჩემთვის კარგი მასწავლებელი აქაც ხშირად არის ხოლმე ის, ვინც გეტყვის რომ ის ვინც არა, აი ალტერნატივა უნდა მოგცეს, ხო, ყოველთვის რაღაც ვინც ამას გასწავლის და მე შენ უცნაურია ეს რა ფიზიკური იმიდან გამომდინარე, სხეულიდან გამომდინარე, შენ თვითონ სწავლობ რომ რაღაცა თუ ამას ვერა, რაღაც ალტერნატიულზე, ანუ გრძნობ შენ საზღვრებს. ხო, რისი გაკეთება შეგიძლია, რისი არა და როდი ამის უარის თქმა ჩემთვის არის მაგისი. ნუ თუმცა უნდა გითხრა მე მიჭირს, იმიტომ რომ ხანდახან ალბათ სადღაც ძალიან ასე ვთქვათ, დისპროპორციულად ისეთი წარმოდგენა მაქვს ხოლმე, რისი გაკეთება შემიძლია, იმიტომ რომ მინდა ხოლმე, იმიტომ რომ მე მიშლის ხელს სურვილი, იმიტომ რომ მინდა გაკეთება, მაგრამ მე ფიზიკურად არ მყოფნის დრო, ენერგია რაღაცის გაკეთების და ამიტომ ყოველთვის ძალიან ბევრი რაღაცას ვაკეთებ. ამიტომ ეს უცნაურია ეს პანდემიის პერიოდმა ბევრი რაღაცა შეაჩერა, რასაც ვაკეთებ და გამეკეთებინა ახლა და უფრო მეტად ფიქრობ ამაზე, იცი? ანუ რამდენად დასტრესილი ვიქნებოდი უფრო მეტად ვიდრე ვთქვათ ახლა Zoom-ში რაღაცას ვაკეთებ, ხო? რომ რეალურად ეს ვთქვათ ის 3 თუ 4 პროექტი რომელიც პარალელურად უნდა გამეკეთებინა, გავაკეთებდი, ხო? ხო, მაგრამ საინტერესო თემა სხვა შორის ძალიან დარწმუნებული ბევრი ადამიანისთვის ეს როგორ ისწავლო არას თქმა ან ყოველ შემთხვევაში ის მაინც ისწავლო რომ დრო მიცე შენ თავს რომ მოხარშო რაზე სანამ არა სიტყვი ან კი სიტყვი რას აკეთებ. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია შენი თავის იცოდე და ეს შესაძლებლობები და ნუ ამიცი რა. ანუ საკუთარი თავი ეს ყველა ხელოვანსაც, არახელოვანს, ყველა ადამიანს ჭირდება რომ ეს ხო ყველაფერი გვასწავლის იმას, ხო? ანუ ჩვენ თავს ვინ ვართ, რა ვართ და ეგინა გითხრა უცნაური რაღაცა იყო, გუშინ უყურებდი ძალიან კარგი ფილმია, დოკუმენტური ფილმი არის მიშელ ობამაზე. Becoming ეს ახალია დაიწყო და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რამდენად ამ ქალმა რამღა რაღაცას მიასწრა, მაგრამ ერთი რაღაცა თქვა, რაც იყო ჩემთვის საინტერესო, იმიტომ რომ თქვა რომ მე რაღაცას ლაპარაკობდა, როგორ წავიდნენ რაღაც ცოლ-ქმარი ფსიქოლოგთან, marriage counseling-ზე და მე მივხვდი რომ იმაზეო მე გაბრაზებული და გაღიზიანებული ვიყავი და ეს გაღიზიანებას იმის ბრალი კი არ იყო თავის ქმრის, ხო, ამ შემთხვევაში. ესო მე ვიყავიო და ისო როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ხო? მე თუ არ ვიქნებოდი კმაყოფილი და რაღაც ბედნიერი, მე უფრო მეტად ღიზიანდებოდი იმასეო, ანუ იმის ქცევასეო, ხო? და ძალიან ჩემთვის მაგალითად მithumetes ახლა ესეთ პანდემიის სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცაზე გაღიზიანებული ვარ და თქო ვაბრალებ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს, ხო? მე მივხვდი რომ ეს ის არ არის, იმიტომ რომ ეს ძალიან ხშირი ახლა ყოველ გვარი რაღაც, იმიტომ რომ უნდა ობზერვაციის უნარი გქონდეს, ხო, რომ დააკვირო შენ თავს, ხო? და მივხვდი ეს რომ გავიგე, უცბად მივხვდი რომ იცი რა, ეს ზუსტია, იმიტომ რომ მე ახლა თქო გაღიზიანებული ვარ არა, იმიტომ რომ თქო ძაღლი ვიღაცა არ გაასეირნა დროზე ან რაღაც არ გააკეთა. მე გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ აი
ვთქვათ, ვერ პოულობ დროს, რომ გავიდე გარეთ ან ვივარჯიშო ან რაღაცა გავაკეთო, ხო? რაღაცები მიშლის ხელს. ანუ აი ასეთი რაღაცები ხო პატარა დეტალებია, მაგრამ მაგისთან რაღაცებზე ყურადღების მიქცევა მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ამდენად არის მნიშვნელოვანი. მე ეს ძალიან მეხმარება და რაღაცნაირად მზრდის, ხო? რაღაცა და ყოველთვის კიდე გაგების უნარი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ამის წინაც ვიღაცაზე ვიყავი რაღაც გაბრაზებული და ერთ-ერთ ჩემ ყოფილ სტუდენტს ვეუბნებოდი და იმან მითხრა რაღაცა მე მგონი ესე იქცევა იმიტომ რომ რაღაც თქვათ ბედნიერი არ იყო მაშინ როცა რაღაცას ვაკეთებდითო და იცი თავიდან თქვი რომ არა მაგრამ მე მივხვდი რომ ეს მართალი ესმის აი ეს უნდა შეგეძლოს მე მაგალითად ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა იმით რომ ეს უნარი მაქვს და თავიდანვე არ მქონდა ეს უნარი, ამაზე ვიმუშავე, რომ ეს შემიძლებოდა ვიღაცა რაღაცა სიტყვის, კი არ მივიღო ესე, კი არ უარყო თავიდან, არ უნდა ვთქვა მაგაზე. მოხარშო, ხო ცოტა ხარ. ხო, ნუ უნდა დაფიქრდე და შეიძლება, ნუ დაინახოს, ნუ კონდეს. აი ხა ამის გაგრძელება კაკრას. აი შენ მოკლედ, ჩემთვის ხარ გარშემო ხო ამდენი ადამიანს ვიცნობ. leadership ქართულად როგორ არის არ ვიცი ირინა ვერაფრით ვერ პოულობ ხემძღვანელი ძალიან ცუდი სიტყვა თავმჯდომარე როგორც მიშა თავმჯდომარე ანუ ეს რაღაცა იცი როგორ რაღაცა ეს გაქვს ეს ძალიან ნატურალურად ეს ხარე რომელიც ხემძღვანელის და ლიდერის ლიდერი ეგ არის ლიდერი ხო აი ნატურალურად დაბადებული ლიდერი ხარ ნამდვილად ხო და ეს იცი როგორ რაღაც არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი თვისება არის ბევრ ხალხს არა აქ ძალიან და ცოტათი მინდა რომ მაგაზე მელაპარაკო რას ფიქრობ თუ გიფიქრი ამაზე რა თქმა უნდა გიფიქრი ალბათ ხო და აი როგორ დაალაგებდი სიტყვებში ამას თუ დაალაგებდი რამენაირად მაინტერესებს რას ფიქრობ მაგაზე არ ვიცი რა არის ეს ალბათ რასაც ესეთ ნატურიდან გამომდინარეა ხო ეს ნამდვილად ნატურიდან წარმომიდგინე პატარა ბავშვი ვიყავი ზუსტად ესეთი იყავი როგორც ახლა ხარ დაწუნებული რა სპეციალისტი რომ ყოველთვის რაღაცას იმავშებოდი ზღვანელობდი ხაკეთ ეს ყოველთვის იქ დადგით ეს აკეთ გააკეთე ანსასაც პრობლემასაც უთხარი მაგრამ ახსოვს რომ მეზობა ბავშვობაში რაღაც ვაკეთებ თამაშობდი და მეზობელი ბიჭი იყო კახეთში და იმის მამა თურმე გავიგე რომ აეროპორტში მუშაობდა და ის გავაგზავნე და დავავალე რომ თვითფრინავის ბენზინი მომიდანე მამაშენისგან მეთქი იმიტომ რომ თვითფრინავს ვაშენებდი და ვითომ ყველაფერი აშენებული გაკეთებული მქონდა ბენზინი მჭირდება და ეს ვიყავი რაღაც 8 წლის თუ 7 წლის მოგონდა უფრო პატარა აბატონო მაგრამ არა იცი რა არის ალბათ ეგ უნდა იცოდე რაღაცა მე მაგალითად ფიქრობ მაგაზე შენ ჩემი ეს თუ ყოველთვის წარმოდგენ ეს იგივე რომ რაღაც წარმოდგენილი მაქვს ანუ ვიცი რა მინდა და როგორ უნდა გავაკეთო რაღაცაში თქო საქმეში და ალბათ ვიღაცები რომ ეს უნდა იცოდე რომ ამავე დროს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მით უმეტეს როცა ახლა სახელოვნების სივრცეში სხვანაირი ის არის ხო რაც გალერეის დირექტორი ვიყავი თავიდან თქვა ჩემი ერთ-ერთი პირველი პოზიცია და დირექტორი ხო თუმცა უნდა გითხრა რომ მე მაგალითად ცნო თქვა მაქვს რომ კარგ ასისტენტს როგორ გავიგე კიდევ ერთ თლიანად ანუ გააზრებული ალბათ თავიდან ბოლომდე ეს არ მქონდა მაგრამ ძალიან მიჭირდა მაგალითად მე დავაპკვირდი ამას იმიტომ ძალიან ეხლა როდესაც ვიღაცის ასისტენტი მჭირდება ან თანაშემწე ხო ან სამსახურში ამოყვანია ვიღაცა მე გავიაზრე ის იმიტომ რომ მე მაგალითად თანაშემწეობა და ასისტენტობა მით უმეტეს თავიდან ამერიკაში მჭირდებოდა სამსახური არ გამომდიოდა და ვთქვათ ანდრეა როზენმა მე არ ამოყვანა ერთხელ სამსახურში და მითხრა მაშინ მახსოვს მითხრა შენ წახვიდე შენი გალერეა გახსნაო და მაშინ მე ძალიან მჭირდებოდა სამსახური იცი რა მე ძალიან კარგი ხარ იმენ ძალიან კარგად დაინახა რომ მე აი კარგ ასისტენტს მე არასდროს არ ვიყავი კარგი ასისტენტი რა ხო იმიტომ რომ რაღაცნაირად მხედვა მქონდა და მე თვითონ მინდოდა რაღაცის და კარგ ასისტენტს არაფერი არ გირჩევია ხო აი ეს ლიდერის ის ზუსტად და ხო ხუჩი რაღაც სტალინის დატა ხო კადრები გადაწყვეტენ ყველაფერს ზუსტად ესე ვარ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ იცოდე ვინ იქნება ვინ არის ის ხალხი ვინ ჩვენთან იმუშავებს და სწორი ხალხი შერჩევა საქმის გაკეთებაში ფოტოშოპის აი ეს როდესაც ვიღაცებთან ერთად მუშაობ და ეს აი ეს გამართული საათივით რო ეწყობა ყველაფერი მაგაზე კაი გზნობა არაფერი არ არსებობს რა რა ძველი ნატრები და მაგრამ იცი რა არის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. ეგ არის მანქანასო ფას როცა ეს ლიდერის საჩუქარი არის ეგ რომ შეგიძლია ურთიერთობა იმ ჯგუფთან რომელთანაც მუშაობ და გაქვს ხედვა როცა არის ყველაზე მთავარი ცოტა ადამიანები იბადებიან ესეთები და მაგაზე მინდა გავუსვა ხაზი იმიტომ რომ შენ ერთ-ერთი ნამდვილად ხარ ესეთი მადლობა მაგრამ სხვათა შორის მე ჩარშან ვიყავი ამ სტენფორდის leadership აკადემიის ფუკუიამასის არის და ვიყავი მარტო ერთი ადამიანი ამ კულტურის სფეროდან და ყველა დანარჩენი იყო რაღაც ან ბიზნესის ან რაღაც სამთავრობო ძალიან საინტერესო იყო იმიტომ რომ თქო უნდა ხეს კულტურას და სახელმწიფო სამყაროს არა მაგრამ ეს кейსების მიხედვით ამების განხილვა და ეს მათთან ერთად აი ამის გავლა ამ კურსის ხო ინტენსიური ერთკვირიანი კურსის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან საინტერესო და ძალიან გამიმართლა რომ იქ შემარჩიეს და მოვხვდი შენ ხარ ხელმძღვანელი ეგ არც მეთქვია თავიდან უნდა მეთქვა ხარ თავისუფალი უნივერსიტეტის სახელმწიფო ხელოვნების დიზაინის სკოლის დეკანი აი ეს ტრანსფორმაცია რაც შეგაკეთე, იმიტომ რომ შეგქონდა გალერეა და გადმოხვედი საგანმანათლებლო სისტემაში. ესეთი გზნობა მაქვს, რომ თქვა შენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქ იმაში, რომ ქვეყანა განვითარდეს. სულ ვიძახი, რომ ეს რაღაც ექსპერიმენტალური სივრცე არის საქართველოს და საინტერესო იმიტომ, რომ შეგიძლია აი ეს რაღაცა გააკეთო, შეგიძლია დიდი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში. იცი უკვე ანუ ჯერ დასაწყისში ეს ახალია ასე თუ ისე ხო მაინც, მაგრამ სკოლიდან თორებული ორი გამოხდება ქონდა, წელს მესამე იქნება. ანუ რაღაცა ჯგუფი უკვე თაობა რაღაცნაირად. ხო, მაგას უკვე ერთი თაობა კაცო, უკვე შეგიძლია შეხედო result ის result როგორ არის კაცო. რა მოიტანა ამ საქმე. აი მაინტერესებს აი შენი აი ახმა ყველაფერს. საგანმანათლებლო სისტემაც ჩვენთან არის ძალიან ცუდ დღეში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არსებობს და მაინტერესებს რა სიტყვოდი ამაზე. ცუდ დღეში ეს ხვებს არ ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის მithქვამს და გავიმეორებ რომ აქ ყოფნის და საქართველოს დაბრუნების ნომერი ყველაზე პრიორიტეტი არის ეს რომ ვარ ამ საგანმანათლებლო სივრცეში და რომ არის ეს თავისუფალ უნივერსიტეტში ეს ძალიან დიდ ენერგიას და სიხარულს ვიღებ აი ჯოი რასაც ქვია სტუდენტებთან ურთიერთობით იმიტომ რომ მართლა სასწაული მუხტია მათთან მუშაობა და ეს არის შემოქმედი ხალხი ხო ეს არის პრინციპში ადამიანები რომელიც მომავალზე მომავალს წარმოიდგენენ ესმის ხელოვანი თანამედროვე ხელოვანი ახალგაზრდა ხელოვანი არის ვისაც შეუძლია რაღაც პროექცირება გააკეთოს იმისი რაც შეიძლება მომავალზე ფიქრობს ხო ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფია სცენარების შექმნა პრინციპში იმის მიხედვით როგორ განვითარდებით ჩვენ აი ეს ქვეყანა ეს ჯგუფი ასე შემდეგ ხო ამიტომ როცა არის ხოლმე ის რაღაც თანამედროვე ხელოვნებას არ ეთმობა ისეთი ყურადღება ჩვენთან როგორც ეს იმსახურებს და სადღაც მაინც კიდევ ვიმეორებ რომ მithქვამს ადრეს რომ არა კანონიერი შვილივით არის ძალიან ცუდია ხო იმიტომ რომ არსებობს მაგრამ თან არ არსებობს აი ამის დანახვა რომ ეს თაობა ეს ახალგაზრდა ადამიანები არიან ძალიან მნიშვნელოვანები იმიტომ რომ ისინი ასაც ეს ქმნიან ეს დღევანდელ დღეს ეს ხდის ჩვენს ქვეყანას ასეთ საინტერესოს რაც შეეხება შენო თქვი რომ თქვათ მე მიდანაც მოვდივარ თქვათ ჩემი გამოცდილება ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით იმიტომ რომ ეს არა მარტო საქართველოში არამედ ყველგან თქვათ ამერიკაშიც გრეგორი ვოლკი ჩემი თქვათ ძალიან ცნობილი კრიტიკოსი არტინ ამერიკაში და ასე შემდეგ ყველაში წერს და ის წავიდა და თქვათ ასწავლის VCU-ში Virginia Commonwealth University იმას აქვს გამოცდილება სახელოვნებო სამყაროსი ისეთი როგორც ვიღაცას რომელსაც თქვათ მხოლოდ დიპლომი აქვს იელიდან ან კოლუმბიიდან და მე ასწავლის იქ უნივერსიტეტში ისეთი არ აქვს იმიტომ რომ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეს ჭირდება პრაქტიკული გამოცდილება, ხო? მარტო დიპლომი არ ყოფნის და რაღაც, ხო? ამიტომ ის ფაქტი, რომ მე ვთქვი, ამდენი ხანი თქო, სხვა გალერეებში მუშაობდი, მუზეუმში მუშაობდი, ჩემი გალერეა მქონდა, ჩემი ეზრით ძალიან ეხმარება. იმიტომ მე რასაც გავასწავლე ეს არ არის ტექსტბუქიდან, ანუ მე სახელმძღვანელო არ არსებობს.
ვიღაცა სასწავლო როგორ უნდა გააკეთოს თქოს ნავიგაცია თანამედროვე სახელმწიფო სამყაროში, ხო? და მით უმეტეს, როდესაც ეს სტრუქტურა ასე განვითარებული არ არის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ჩემი აზრით მე იმას, რასაც ვაძლევ ამ ჩემს სტუდენტებს, არის ის, რაც ამ შემთხვევაში რაღაც ნიშა არის, რაც ამ ქვეყანაში მე ამ ჩემი გამოცდილებით შემიძლია ამათ მივცე და რაც მე დავიკავე, ხო? მე შემიძლია იმათ უთხრა, თქო, როგორ შეიძლება ამასა თუ ის ამ სახელმწიფო სივრცეში იმოძრაონ, რა უნდა იცოდნენ და მე მიმაჩნია, რომ საქართველოში თქო ისეთ განათლებას ვაძლევ ამათ, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, კარგ წარმატებულ ქვეყანაში ამათმა შეიძლება იცოდნენ. თან შენ ძალიან კარგად იცი, სახელმწიფო სამყარო საკმაოდ პატარაა. ამიტომ ხო იცი, ვისი მოწვევა, ვინ არის, ხო თქვა ლოფისიელში ჩვენი სტუდენტის სერპამ დაასახელა როგორც სამი საუკეთესო რაღაც რაც უნახავს 2019-ში, ვაცის სახელოსნოები და იოანა წულაია, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ესეთ პატარ-პატარა რაღაცები, ხო? ჩვენი სტუდენტები თქვა პალე დე ტოკიოში პერფორმანსი გააკეთეს სიტუაციონისთან ერთად. ეს რო არ იყვნენ მხოლოდ ამ სივრცით შემოსაზღვრული. გესმის და დაინახონ რამდენად დიდია სახელმწიფო სამყარო. ხაც დიდის ნაწილი არიან, აი ამის დანახვა რა შეუძლია. ეს ზუსტად მაგის თქმა მიდოდა თავიდანვე, რომ აი თქვათ, აი რაც მოიტანა, თქვა ვადის მოკლედ რას ვამბობ, აი სტუდენტებს რაც აქვს, რასაც რო უყურებს, სტუდენტებს დამთავრებულებს ხო, ნუ სტუდენტებსაც ისეთი გზნობა რჩება, რომ არიან დიდი greater world-ის ნაწილი და არა გესმის რას ვამბობ, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი გასაგები რაღაც ალბათ ისეთ პატარა ქვეყნებში როგორც საქართველო, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ცვლის ყველაფერს საზღვრების სიამდვილეში არ არსებობს მით უმეტეს სახელოვნებო სივრცეში, ხო? ხო და რა თქმა უნდა ეს არის მე შემთხვევით მე ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ასწავლის ჩვენთან, რომელიც მოწვეული ლექტორები არიან, თეაგვეტაძე, რომელიც თავიდანვე ჩვენთან ერთად არის და დღემდე ასწავლის ჩვენთან, კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი, რომელიც ასწავლიდნენ, ნინუკა საკანდელიძე, ლევან მინდიაშვილი, ვახო ბუღაძე, ნინო ქრივიშვილი, გესმის ეს ხალხი არის ძალიან ზურაბ ეროზაშვილი, გაბრიელა ფონ ჰაუსბურგი, ლევან ჭოღოშვილი, ხო, თავიდან ეს ის ადამიანებია, ვინც აქ ასწავლენ მარიამ ზალდასტანიშვილს, აი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფია ეს ხალხი და მე ძალიან მადლიერი ვარ ყველა მაგათი, იმიტომ რომ ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როცა ლაპარაკობ აი კოლაბორაციაზე, ხო? მათ ისეთივე დამოკიდებულება აქვს ამ სკოლის სწავლების მიმართ, როგორც მე და ну, რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა, რომ ესეთი თანამოაზრეები ვიპოვე. როგორ შეიძლება იმუშაო იმაზე, ანუ შენ რას აკეთებ ამისთვის, რომ იყო უკეთესი ვერსია შენი თავის? ცოტა ერთი მხრივ ეს იცოდა ეწინააღმდეგება იმას, რითიც დავიწყეთ. დავიწყეთ იმით, რომ როგორ შეიძლება, რომ შენ თავს კი არ ცდილობდე, რომ თქვა შეცვალო და ანუ მიიღო შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. აი მაგასაც გულისხმობ მაგაში. ანუ როცა ვამბობ რომ მუშაობა რომ როგორ იყო, მაგრამ მიიღო შენ თავი როგორიც ხარ თუნდაც, მაგ ეგეც better version, ეგეც უკეთესი ის არის შენი თავის, მაგ გესმის ჩემი აზრით თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესი ჩემთვის პირადად ეგ არის ამ ცვლილებაში და ასე ვთქვათ განვითარებაში, ბრჭყალებში, evolving რასაც ქვია, ხო? და ამას ვაკეთებ, არ ვიცი, აგერ გახსოვს თუ არა, მახსოვს, თქვა, დაახლოებით 15 წლის წინ ნიუ-იორკში უსოდ გადავწყვიტე, რომ თქვა, მე სწავლა ესპანური, ხო? და ვისწავლე კიდე. და ვისწავლე კიდე და დავიწყე, თქვა, ამიტომ ესე დაბადებით ხუთოსანი რო რაღაცები მყავს, რომ ამდენი ხანი არაფერი ახალი მისწავლე, ხო, ესეთი. და ეს მოთხოვნები სულ მაქვს ხოლმე. თუმცა უნდა გითხრა, რომ ალბათ ასევე ვთქვათ მედიტაციამ და იოგამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. აი დისციპლინა, აი მაგას ვამბობ ზუსტად, აი რა დისციპლინა არის, აი მედიტაცია, ჩემთვისაც უდიდესი ნაწილი აქვს მედიტაცია. მე მაგალითად სახლიდან გარეთ არ გავალ ყოველ დღე, რომ ეს არ გავაკეთო მაგის გარეშე. და ესეც სხვადასხვა რაღაცაა, ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა ფორმა და ვხედავ, რომ ან ზოგი ვთქვათ ამას ეკლესიაში პოულობს, ზოგი ლოცვაში და ასე შემდეგ. თუმცა უნდა გითხრა, რომ ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი ის თქვათ ინტერესი აქედამიდან წამოვიდა, რომ როცა უყურებდი ვიღაც მორწმუნე ადამიანს, ეს ნიუ-იორკ ამერიკაში იყო შეხოთაშორის და რაღაც ესეთი წყაზარ ღიმილიანი და ესეთი ნათელი გადასდიოდა და სულ მას ფიქრობდი, რომ აი
როგორ შეიძლება, ანუ როგორ მიდიან აი ამ სტადიამდე, ხო? და მე მივხვდი რომ ცარი ანუ თქვა რაღაც ესეთ უცნაურის არის ეს როლ მოდელი არ იყო ეს, მაგრამ სულ ანუ მეც მინდოდა ესმის აი ესეთ მდგომარეობაში ყოფნა პრინციპში, რომ აი ეს თქვით რაღაცნაირი შინაგანი ღიმილი რო აქვთ ხოლმე, ხო? და ყველა სხვადასხვა გზით აღწევს ამას ალბათ, ხო? და ჩემთვის მე ვეძებ თქვათ ამ გზას და ესეც ისევ სიმშვიდის და იმ რაღაცნაირი სინათლის მოძებნა, რაც ყველა ადამიანს აქვს შიგნით. ძალიან მაგარია და ძალიან კაი ნოტაზე ვამთავრებთ ჩვენ მოკლედ დღევანდელ საუბარს. ირინა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო მაჩუქე, ვიცი რომ ცოტა გაქვს და იმედი მაქვს რომ მალე გნახავ. შენთან საუბარით, მეც ასევე ჩემო. მეც ასევე და იმედი მაქვს რომ მალე გამოგვიშვებენ და გნახავ. და აი ხა გახდა 9 საათი, რასაც ახლა სანამ ლაპარაკობდით, გარეთ იყო ტრაფიკი და გაჭრილი ხმაური და რომ ვამთავრებთ გაჩვენდი, უცებ სიჩუმე ყველა გაჩერდა. აბა ჯამრთელად იყავი შემოწირფასო და გაუფრთხილდეთ თავს და გნახავ იმედია. შენ ძალიან მიყვარხარ ძალიან და გნახავ მალე კაცები ახლა ბაშენიც.